გამარჯობათ. ამ ვიდეოში განახებთ, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ coins, რომელიც რა 0.0 რაღაც ცენტები ღირს, ჩემი კომპიუტერით მაინინგებდი, სადღაც 24 საათზე მეტია და დაწერა სადღაც 10 ცენტის და მე გადავწყვიტე ამ coins გააჩინა ძალიან დაბალი კაპიტალი. ამდენი დაწერა ჩემმა კომპიუტერმა, ეს 10 ცენტი, ეს ცოტა ხანი გავთიშოთ. ეს coin არის დამატებული ჯერჯერობით, ჩემთვის ცნობილი ერთადერთი ტრეიდინგ პლატფორმაზე, სადაც ღირს 0.00 რაღაც ძალიან მინიმალური ცენტები და ამ ვიდეოში განახებთ ახლა თუ როგორ ხდება coin-ის კურსის მანიპულირება, ან თუნდაც აწევა. ყველაფერი გადავამოწმე და ამ coin-ს აქვს ძალიან დაბალი კაპიტალი, მინიმალური თანხებით შეიძლება აისახოს აქ ძალიან დიდად რა. ეს coin-ი არის დამანინგებული მსოფლიო ჯამში ამდენი, მაქსიმუმ კიდე ამდენზე ავა და დღეში რამდენიც დაწერა ჩემმა კომპიუტერმა კი გიჩვენეთ. ეს არის ეს თემა მგონი წინა ვიდეოში აგიხსენით, ეს არის სადღაც ჩემმა კომპიუტერმა აწია 1 კილოჰეში მსოფლიო მასშტაბით 37 კილოჰეშით მაინინგდება. ანუ ამისი 1 კილოჰეშის პროცენტი წამოვიდა ჩემთან 10 ცენტი. მაგრამ დღეს გადავწყვიტე, რომ ამ coins ხელოვნურად კურსი აუწიო მეთქი და მოვძებნე საიტი, აქ მინიმალური სტავკებზე არის გაყიდვები ძალიან, აი 16 ცენტი, 50 ცენტი, 87 ცენტი და ასე შემდეგ, რავი, მინიმალური სტავკებია. ეხლა ამ ანგარიშს ვაპირებ თანხის შემოტანას ლაივში და ყველაფერს ეს საექსპერიმენტოც და არის და ზოგადადაც ესე ხდება coin-ით მანიპულირება. ყველაფერი ლინკები და რა თუ რამე დაგაინტერესებთ, რავი, მაქსიმალურად შევეცდები რომ ყველაფერი აგიხსნათ და გითხრათ. ეხლა ვაპირებ ამის ეზერს დავადეპოზიტებ აქ, აი Binance-ით არა, Solana-ით Solana-ზე დავრიცხავ თუნდაც smart. ხო, დარიცხვა როგორ ხდება რა, ეს არის Binance-ის პლატფორმა, აქ შევიტანე ბარათიდან თანხა, ეს არის კრიპტოს გატანა, აქ მივუთითებ ახლა მე ეს არის ტეზერია, დოლარის ექვივალენტი კრიპტოვალუტა, რომელიც ყოველთვის დოლარის კურსთან იქნება მიახლოებული. ეს მაქსიმუმ მივუთითე, ეს ჩემი coin-ის მისამართის კურსი, ის მისამართის ადრესი, გატანა. $48 შესყიდვა, $48 გადამაქვს ახლა მე Binance-დან. კაი, ხარაშო. ხარაშო. თანხა ალბათ გადავიდა, ეხლა დავაპაუზებ, სანამ დაირიცხება აქ თანხა. და თქვენთან ერთად, რასაც მოვახდენ, ეს ვიდეო არის საექსპერიმენტო, მეც თქვენზე ძალიან მაინტერესებს და ყველაფერი მოდი ვნახოთ. კაი, ხა სანამ აქ თანხა დაირიცხება, ჯერჯერობით მაქვს ანგარიშთან ხარ მაქვს, აი დეპოზიტ. არა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ანგარიში. My account dashboard. თანხა მაქვს ჯერჯერობით 0. აი ტეზერზე არაფერს მიჩვენებს. უსედეთ. თანხა მაქვს 0 ჯერჯერობით. კაი, დავაპაუზებ ხა ვიდეოს და გავაგზავნოთ. ხო, აი, დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა, აი confirm დაადასტურა Binance-ი. ეს არ გვაინტერესებს, დადასტურდა. აქ მიჩენებს, რომ აი $48 დამერიცხა. ხო, ეხლა რა ხდება? აი ეს ჩემი coin-ი, დავარესტარტოთ. აქ მაქვს $48. ეხლა რა ხდება? როგორ ვაპირებ ამ coin-ის კურსის აწევას და შესყიდვას? შესყიდვებით იწევს საერთოდ კურსი, რაც უფრო მაღალი მოთხოვნაა თვითონ ვალუტაზე, მით უფრო მაღალია მისი კურსი. ეხლა დავიწყოთ. $48 დამერიცხა ანგარიშზე Binance-დან. წავიდა ეხლა ამის შესყიდვა ლიმიტ. წავიდა ბოდიშით. ეს შევისყიდე. ესეც შევისყიდე. ეს 16 ცენტი სუდევს ამას. ხელოვნურად ვაპირებ მეთქი, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ამ coin-ის კურსის აწევას.
და ეს coin-ის კურსი არის დამყარებული request-ებზე. ვინ რამდენ request-ებს ყიდვას ან გაყიდვას. სტანდარტულად Binance-ზე ყველას ისე უჩვენებს, რომ ცენტებში გიჩვენებს, რამდენზე გსურს შენ შესყიდვა ან რამდენზე გაყიდვა. და ყველა სხვა ადამიანი იქ ეხა თუნდაც Bitcoin-ზე არის მილიონობით ადამიანი ჩართული და იქ ყოველი ცენტი და ყოველი თუნდაც ვიღაცა რომ 1.00001 ცენტით იაფად გაყიდის, ვიღაცა მე 0.0001 ცენტით იაფად იყიდის და ანუ იქ ძალიან მილიონობით და მილიარდობით მსურველი ყავს. აი მე შევისყიდი ხა ყველა ვაფშე აქციას. ხა ჯერ 58 $, მაქვს ჯერ. აჰა. ნუ ეს მასხარაობებია და ნუ თქვენი თვალით გიჩვენებთ როგორ ხდება კურსი აიწევს ამის. და მე ამის ცოცხალი მაგალითი ვიქნები. ანუ მსოფლიო მასშტაბი ასე სტაბილურდება. აი ამას აქვს ახლა 69 ცენტზე 0.69 ცენტი 0. რავი მე რამდენია. ნუ აქაც შემნაირ ადამიანებს ვხვდეთ, რომ ამდენი coin-ი დავამაინინგეო თუნდაც და ამ კურსზე ვყიდიო რა. თორე აი აქ უდევს ადამიანს თუნდაც აი $103 მაქვს 17,000 ეს coin-იო. ამას 280,000 მაქვს ამ მაგრამ დოლარში ამდენი დაგიჯდება, ამას ძალიან ძვირად აქვს ახლა. ამიტომ ეს შევისყიდოთ. ყველა ვაფშე. ბალანსი სადამდეც გამწვდება. აჰა. ესეც წავიდა. ანუ კურსი იწევს უკვე აი ამას დააკვირდით კურსმა სადამდე აიწია ჩემი მაიმუნობით. ანუ ამ coin-ს აქვს ძალიან დაბალი კაპიტალი რა. ანუ ჩვეულებრივი coin-ია, რომელიც მიაგდეს ალბათ და დაიკიდეს მფლობელებმა და ყურადღება აღარ მიაქციეს, თორე ძალიან დაბალი $50 რა ჩემი ფეხებია ვაფშე და აქამდე ავაწეინე კურსი. მაგრამ შეგვიძლია ახლა როგორც ქართველი ერთს რაღაცა ვიჩალიჩოთ და ამისი პოპულარიზაცია მოახდინოთ, მაგრამ ქართველებს მე პირადად ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ უნდა იყოს თემა, რომ ამერიკელებს რაღაცნაირად მოეწონოთ და შეისყიდონ, მაგრამ ამის გეგმაც მაქვს. ეხა მაინინგზე თუ იყო თუნდაც 37 კილოჰეში, ხვალ ეს გაორმაგდება, იმიტომ რომ სუტკაში დამიწერა მეთქი, ხო გიჩვენეთ 10 ცენტი მეთქი და ანუ სხვა coin-ებთან შედარებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია და პოპულარიზაცია რაღაც დონეზე. და ძალიან რო გავგიჟდეთ დრო მოვა ამის შეიძლება ძალიან გაისროს. ნუ ეს ჩემი ექსპერიმენტია გიჟური. ამ ჩემ არხზე ნორმალურ ვიდეოს ვერ ნახავთ. და თუ რაღაცა ისეთ თემა შეგიძლია გახვიდეთ. ამ coin-ის mining შეგეძლებათ ყველას ვაფშე. დაჟე თუ გინდათ ვიდეოსაც დავწერ, ვიდეოსაც გადავიღებ უფრო დეტალურად, თორე მე მაქვს მაინერი ამისი. ნუ აი ეს არის 75 ცენტი უკვე, 65 ცენტი სუდევს. აჰა, აი ნელა მიყვეთ ეტაპობრივად მთელ ამ სქემას რა. აჰა, ესეც შევისყიდე. ემას სუდევს 18 ცენტი, ესეც შევისყიდე. ეხლა რამდენი ადამიანს გავუხარდა გული, მაგრამ 18 ცენტზე გული რატო უნდა გაიხარდა, ეს ვერ ხვდები. ხო, ამას სუდევს $14 და ამასაც შევისყიდი აუცილებლად. კამანდას უდევს დაჟე უფრო მაღალ ფასებში, ხედავ, აი 18 ცენტის, 18, $1, მაგრამ აქამდე არ ჩანდა, ეხლა აღმოვაჩინე მეც თქვენთან ერთად. რომ მაღალ ფასზე თუ იძახი, რომ ამ ფასშიო შევისყიდო, იქ მარკეტზე არა ჩანს, იმიტომ რომ შენზე იაფად უდევს კამანდას და შენ აქციას არ გამოაცხადებს მარკეტი. აქ ჩემზე უარის გიჟებიც ყოფილან შემოსული, ამას შეხედით რა გააკეთა. შეაფო ნახოთ ამას თუ გავას. ზოგადად Bitcoin-ზეც და ნალობოი იმაზე coin-ზეც ესე მიდის კურსის სტაბილურობა რა. უბრალოდ Bitcoin-ი არის ძალიან ბევრ პლატფორმაზე დამატებული და ეგ რო იყიდო თუნდაც 10%-ის, რავი, ძალიან დიდი მილიარდები რა, 100 მილიარდზე მეტი დაგჭირდება, ძალიან მინიმუმ 100 ან ნახევარ, რავი, 200 მილიარდის დაგჭირდება, რომ 20-30%-ით მაინც ააწეინო მაგის კურსს და
ყოველ წამს მერე დაწევის დროს იჩთებიან ხოლმე კიდე რა 10% ძალიან ბევრი მაყურებს რომ გაყიდო ვიღაცა მოგივარდება და $10,000-ზე $100,000-ზე რო ჩამოვა ბიტკოინი ვიღაცები ძალიან დიდ მაყურებს გამაზრდნენ რომ ამას ვიყიდით ამ ფასშიო და ეგ სტაბილურებს ბიტკოინის კურსს იმიტომ რომ ბიტკოინს აქვს დიდი წარმატებული მომავალი როგორც ჩვენმა chat GPT ვიხსენა რავი 2050 წელსიო სადღაცო ბიტკოინმა შეიძლება მილიარდზე მეტს მიაღწიოსო რა ისა მილიარდზე არა მოგატყუებთ მილიონზე მეტ მიაღწიოს რა კურსმა ეხლა არის 120,000 $10,000 ამერიკული დოლარი კი ხო მაჰა ну ცოტა ხანგრძლივი პროცესი ახლა კაი ვიდეოს არ დავაპაუზებ თქვენთან ერთად გადავიღებ ამ ვიდეოს ვაი გვიჭედებით 0.6 ცენტზე იყო 9-ზე ავაწეინით უკვე და ნახე რამდენზე ავიდა უკვე ბიტკოინზე აქ ეს რო შეისყიდო, რავი, 1.50 მილიონი დაგჭირდება თითო იმას. ალბათ. და დიდთანხებთან არის დაკავშირებული. ხო, ну დღეს ესეთი ექსპერიმენტი გადავწყვიტე და იმედია გავიმართლებს მეც. ну გადავწყვიტე რომ ამ კოინს სული შთავბერო რა. მე ცოტა ნაკლებად გამომივა, მაგრამ სხვა დროსაც რო ესეთი რაღაცები ჩავატარო კიდე ხო. ახალ ეს ყველაფერი მგონია რომ მაინერებზეც აისახება. ჩემი ინფორმაციით გითხარით რომ ჩემი აი 5245 აჩვენებს რომ 1 კილოჰეში აწია ნოუთბუქიდან და ძალიან ცუდა დენს წვავს რა და 10 ცენტზე მეტი დაწერა 24 საათში შეიძლება ცუდა მეტში და ანუ აქ კამანდა შემოვარდება და მოიხოდება რა ჩემი აზრით ეს ვალუტა აუ ეს ვიდეო ძალიან დამღლელი იქნება და ბოდიში თამისთვის რა Походу აქ შემიძლია რეკვესტი გავაკეთო მე თვითონ აი ამან გააკეთეთ 13,000 შევისყიდო ამ ფასშიო. ანუ ამ ფასშიო რა ხო აი ამ ფასშიო 920 და რაღაც. მაგრამ მე ხა მაგარ რეკვესტსა ძალიან მაგარ მესიჯს დავტოვებ რომ ცოტა ხალისი და მოღამე მოეცეს სამ ქოინს რა. Походу მე რამდენი მაქვს 100,000 შევისყიდე უკვე. ну ყველაფერი მარტივია და ჩონჩხსებული ელემენტია რა ეს. ხა ესეთ შევისყიდე და ბიტკოინზე შემეძლო სამდენიდან ნახე პროსტა კურსი რამდენზე ავაწენი და ეს ქოინი რო კაროჩე ანუ პროსტა ზღაპრად წარმოიდგინეთ რომ ეს ქოინი გაიჩითოს ბინანსზე და თუნდაც ამხელა იმის манипуლირების უფლება მქონდეს რა ბინანსზე დაუდებ რომ აი კურსი აიწევს და ამხელა მაყუთ შეხვალ რამდენიც დასჭირდება რომ ესე აწეინო ამ პირიქით კურსი დაიწევს და ამხელა მაყუთის რაოდენობის ნაყიდი თუ გაქვს ანუ მე ბაინანს იმენა გავაკოტრებთ რა ანუ პროსტა ბავშვური ზღაპარია ეს არავის არ შეუულია რა ლამის ერთადერთი ტრამპი გამოვიდა რა ერთი თვის წინ და ანუ ცუდი რაღაცეები ლაპარაკა და ხალხმა გაიტანა აქედან მაყუთი ძალიან εν რაოდენობით და ტრეიდერებმა 27 მილიარდზე მეტი იზარალესო მაგითიო აჰა ეს $15-ისა შევისყიდე ახლა 27 მილიარდი ძალიან ბევრი არის რა ერთი გასროლისთვის თუნდაც იმას რა უნდა ახლა ნახე კურსი სადამდე ავწია ახლა კამანდა გაგიჟდება ვაფშე ვისაც გასაყიდია $15 დამჭა კაი დავარესტარდოთ გაჭედა რაღაცამ 15 და ნახე კურსადამდე ავაწეინე რა ჭანდაბა დაედა კაი ვალუეთ აურა ჭანდაბა ხა კაი საერთო ღირებულება ძალიან დაბალია მინიმალური საბაზრო შეკვეთის ღირებულება უნდა იყოს 0.9 შეამოწმოს რაოდენობა და ფასი კაი აჰა ფასი რასაც აფასებს ძმაო მაგას ვაპირებ მეც ლიმი ეხა უკვე ატრაკებ რა და ეხა გამზდელი არ მაგინებ მინუს ამ საიტმა ვაფშე რა всё იმას გავაჯამე ყველას ვაფშე დაუდირო
აჰა, ის გაქრა, იმიტომ რომ საიტმა გაჭდა. აუ ნახე პროსტა სადამდე ავაწეინე რა, ჩემი კარგი მოტყანი მე. აუ ბოდიშით, ვეშვიდე არის ექსპერიმენტული. $10-მდე ავაწეინებ კიდი, აჰა თქვენი ხადრით. და ნუ მე ვაპირებ მაგარ თემას რა, აქ ამანდას ძალიან დაბალი მაყუთი უძებს რა. მე ესე 20 ცენტისას ვიყიდი ორ რა მასხარაობა. ეხა კამანდა ვიღაცემ ადაჟე გაყიდეს ბიჭო ღადაობთ ა. აი თეთრი ხაზი როა ძალიან ისე რომ ადიოდა კურსი და არავი და ესე ვიღაცემა გაყიდეს ეს ავტოზე ქონდათ დაყენებული. ამ კურსს რო აცდებაო გაიყიდოს. და კიდე რამდენი გაიყიდა მგონი 100-ც არა ვარ. კურსი ლამის გავაორმაგე რა. აბა აქ თუ აჩვენებს ხა live režimში. აჰა, აიწიაო კურსმა 61%-ით აიწიაო, ღადაობ ჩემი. დაშქოინმაც აიწია რამდენიმე დღის რავი სამთში ამდენით, ცოტა მეტით, მაგრამ ანუ იქ ცოტა მაღალის დავკებია ძალიან და მე ვერაფერს გავწდები. იქ მილიარდებზე მიდის ბაზარი. ო, შეგიძლიათ ეს ვიდეო გადაახვიოთ და ისე ნახოთ რა. რომ ძალიან დამღლილი და ძალიან არაფრის ამოცები გამოდგა თითქოს. მე თვითონ თქვენზე სული დამელია უკვე. ეს შევისყიდე უკვე რამდენი დოლარის ხადაობ ჩემი, ა? $40 შევისწყეს და ნახე კურსი სადამდე ავაწეი. просто აქ თემა უნდა მოიხოდოს და მე სამომავლოდ ვაპირებ, რომ ანუ თუ ხოდი მექნება და რაღაც ეს კიდე სხვა პლატფორმებში დავამატებინო და კიდე ჩემს რაღაც საიდუმლოებებს კიდე გიჩვენებთ. აჰა, $9. კაი, ამას გავიყიდი და всё რა. დანარჩენი თავისით მოიხოდო. ეხლა მინდა გაყიდვა. გაყიდვა არ მინდა, ვიყიდი market. ეხლა არის რამდენზე? Ctrl C. ხო რა, აი ეს. ვიყიდი. აქ ვიყიდი მე ძმაო. კაი, ახლა $5-ისა ვქვა. ან $9-ისას ვიყიდი, აჰა. Who order? Invalid balance, კაი. ოკეი. ძმაო. ამ კურსზე ვიყიდი მეთქი ამდენს და რაზე ატრაკებს, просто ვერ ახვდები. კაი, ამის საკომისიო ცხ უნდა დარჩეს აქ და აი ხა არ გაატრაკებს, არა. კაი. აი ესე ვქნა. აქ დაემატა აი ჩემი კურსზე $8-ისას მე შევისყიდი და მსოფლიო ბაზარიც ესე იმართება და აბა მოდი წარმატებები ეს ლოცკე და არ ვიცი ვაფშე რა არის. აჰა, კურსი ავაწეინე რამდენი პროცენტით ეხლა ვნახოთ აქ იმენა. 62%-ით ავაწეინე ეხლა კურსი. ანუ ნახე მსხადაობ ჩემი რა. ხო დაინახეთ ეხლა აღარ გადამოხვეინე და სადამდე აიწია კურსი. ახლა ჩემი ამ coin-ის გადავიტანა ეკა, კაროჩე. ანუ უდიდეს რაოდენობას რომ რა იცი მართლა რა ხდება რო აიწოს 10 ცენტის ამაყ მე. მაგრამ რა იცი რა ხდება ეს მთელი დღეა მაინინგებდი. მაინინგი რა არის ახლა? ისე გადავხდები. აქედან შეხვალთ ესე თქვენი bat ფაილი გექნებათ გამზადებული და წავა მაინინგი რა. ამისი სრული ვიდეო მაქვს. წინა ვიდეოებში აღწერილი ეს მაინერი როგორ უნდა ჩართოთ და გააკეთოთ, ეს არის ეს coin-ი მარტო პროცესორით მაინინგდება და GPU-ზე კამანდა ვეღარ შემოგედავებათ რა მაინინგს. ანუ ძვირი ჯდება რა, რო აგიხსნათ ესეთი coin-ების მაინინგი, თუნდაც როგორიცაა Monero ან Randomix-ი რა. და ანუ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცოტათი მაინინგდება და ძალიან დიდი მაყუთი იხარჯება. Randomix-ის მაინინგზე Monero-ზე ანუ თვეში იხარჯება 110 მილიარდზე მეტი. კაროჩე ეს არის ამი რაღაც ონლაინ საფულე, სადაც არის ძალიან ბევრი coin-ის დამატების საშუალება.
აი ქადს დააწვევი და აქ არის ძალიან ბევრი coin-ი არის, ძალიან ბევრ პლატფორმაზე და იმაზე რა ქვია, პროტოკოლზე დაფუძნებული რა, აი ერთი coin-ი არის BPOC-ზე, ეს არის Binance-ის coin-ი, ეს არის Ethereum-ის ალგორითმი რა, პროტოკოლი. ეს არის Binance-ის ალგორითმი, ეს არის Ethereum-ის ალგორითმი, მაგრამ ორივეზე შეგიძლია დაიწყო ერთი და იგივე coin-ი. და აქ კიდე მილიარდობით coin-ია და რავი, ძალიან ბევრი coin-ია და ძალიან კაი პლატფორმა ჩანს ეს. просто აი ჭედავს უკვე რომ ძალიან ბევრი coin-ის მხარდაჭერა რო აქ შემიძლია მერე ეს დეპოზიტი. ამას დავამატებ აქედან ადრეს დააწვევით. კაი ეს ფინანსი არ მინდა. ეხლა ვნახოთ ჩემი ანგარიში, რამდენი მაქვს ანგარიშს. დეპოზიტი არ მინდა, ვაიმე, ჩემი საფულე. ჩემი საფულე. სად არის? გატანა მინდა, კაი. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. აჰა, 9 მილიონი არა მაქვს. ხო, სად წავიდა ეხლა? ვაჩვენა წერა. ჩემი coin-ი. აჰა, 9 მილიონი არ მაქვს, 300.000 მაქვს და მოდი 200.000 გავიტანოთ. 200 1 2 3. всё, რა უნდა, რა ჯანდაბა უნდა მეტი. დავამატოთ აქ საფულე. აი ეს საფულე დავაკოპიროთ. აი ესე გავქნათ. ამას უნდა ეხლა აუთენტიკატორი, კი, ბაზარი არ არის, ეხლავე ტელეფონი ამოვიღოთ. ხო, ამ ვიდეოს ვიძერ კიდე უგონო ვარ და ვა, походу აუთენტიკატორი, ახალი ტელეფონი შევიძინე დღეს, წინა ტელეფონი დამევტირო და Google-ი შეინახა ყველა აუთენტიკატორი და ეხლა ამ წერამ კარგი სტრაქს ვიგინებოდი, რომ რატო არ გადმოიტანა მეთქი და ქვეყანა რაღაც დამეკარგა მეთქი და ეხლა აღმოაჩინე, რომ Google-ი აუთენტიკატორს მეილით გვაქვს მიბმული, ეხლა დამხვდა ყველა აუთენტიკატორის კოდები მიბმული ამ ტელეფონზე და ვაფშე ძალიან გამიხარდა იმით. ხო, ნუ ვინც არ იცით, ნუ გაერკვევით მერე რა. მეტოთაგან მავლობაში. ხო, ამან გაჭედა, მაგრამ ეს დროებითია და ნუ გაიტანს ყველაფერს. ხო, ჩემი ექსპერიმენტი აქ დასრულდა. ეხლა უკვე ნერვებიც არ მომეშალოს, ამას გავთიშა ვაფშე. თუ რამე დაგაინტერესებ, მომწერეთ YouTube-ზე, ამ დროის $50 თანხის გატანა ავტომატურად $50-ზე მეტი თანხის გატანა ხელით ხდება. ხო, ნუ ეს თემა არ ვიცი. არას გოდავს ვაფშე, ვერც გავაიასნე. ეგ ვაფშე არ იყო მაქს დავკის თანხა ისე. კაი ნენელა შემიძლია გავიტანო. ვითომ ბანძი საიტი ვარ და ვაფშე არ არის. ბანძი საიტი მე თუ შემომხედავს ჩემი აზრით. კაი. არა მგონია ამდენი თავმოდა ჩემს კუპინს რა. კაი, ხა ვიდეოს აღარ გავთიშა, ანუ შეგიძლიათ ეხლა ვიდეო გათიშოთ, ეხლა მე ამას ვიჩალიჩებ, ნუ მაგრამ დაიკიდეთ ეხლა 2 წუთით მეტს საჩვენებს თუ 3 წუთით მეტს. ხო, ნუ მაინინგი თუ მოგინგდებათ, ისე შეგიძლიათ რავი, დაიწყოთ ამ coin-ის მაინინგი და ანუ გამეხარდება მეც თუ აი ეხა აქ მოცვიდები, ანუ ცხოველები და ანუ ამისი ტირაჟის რაოდენობა აიწევს და დღეში რამდენი coin-იც მაინინგდებოდა ბლოკზე და რამდენი coin-იც ნაწილდებოდა ადამიანებზე, ანუ დღეში თუ სიტყვაზე 20,000 coin-ი ეგ მაინინგდებოდა და ნაწილდებოდა ამ რაოდენობის კილოჰერცზე პროცენტულად, ვის რამდენი აქ აწეული, თქვენც თუ აქ შემოხვალთ, ანუ თქვენც ამ რაღაცა წილის პროცენტს მიიღებთ.
ზოგადად ბიტკოინზეც ესე ხდება რა. ანუ ბიტკოინი არის ტერაჰეშებზე და კიდე ზეით არის აწეული რა. და ბიტკოინზე მუშაობს ესეთი პრინციპი. ეს არის ბიტკოინის ალგორითმი SHA-256, რომელიც აზიკ მაინერებით მაინინგდება. ნახე, Z-ს გასცდა უკვე. ანუ ეს უკვე უსასრულობისკენ მიდის რა. კილოჰეში, მეგაჰეში, გიგაჰეში, ტერაჰეში, პეჰეში და მერე ეჰეში და ზეჰეში და ზეით კიდე რეები ვაფშე კაცმა არის. აქ არის ესეთი მარტივი პრინციპი. ვიღაცამ გამოუშვა რაღაცა, თუნდაც აიქ თვითოაზიკ მაინერზე უყენიათ რაღაცა აიწყრის ან ცუდა ძველებური შედარებით ჩიპები, მე დრო ცოტა წინ მიდის, შედარებით ახალ ჩიპებს გამოუშვებს ვიღაცა 20-30%-იანი მეტი წარმადობით, ვიღაც გაიჩნდება ბაზარზე და ამის თუნდაც 0.5%-ს დაიპყრობს და ანუ ის მაყუთი 5% აქ წინაზე თუ მილიარდი ნაწილდებოდა დღეში ან მილიონი, ის მილიონის 5% ნაწილდება იმ ადამიანზე. შემდეგ დრო გავა და კიდე ახალი პროცესორი გამოვა, ახალი ნანომეტრი ტექნოლოგია დაპატარავდება უფრო და უფრო სერიოზულ ჩიპებს წარმოუშვებენ წარმოებელი კომპანიები და მაგის მიხედვით ვიღაცა მე რეგიჟი ახალი მოვაკიდებ და ახალ მაინერებს გააკეთებინებ, სადაც იქ 50 AMD-ის რაღაც ჩიპები ყენდება და უფრო ძლიერები და უფრო მეტი კილოჰეშზე წევს და უფრო მეტი წარმადობა აქვს და უფრო ნაკლებ დენს წერს და ანუ სხვა ყველაზე წარმატებული ტიპი ის იქნება, ვინც თუნდაც დღეს ახალი მაინერები დააყენა და გამოუშვა და ძველ მაინერებს მერე გააგდებენ რა, როგორც სტანდარტულად ალბათ გაყიდვაზე საიტებზე გინახიათ, რომ მაინერები რაღაცა $50 და დღეში წერს სიტყვა, ან თვეში წერს რაღაცა 300 ლარის დენს წერს და 150 დენს წერს ისე და პირიქით მინუსში გაგიყვანს, ანუ მან ხდება ესეთი რაღაცა, რომ უფრო ძლიერი კომპიუტერები გაიჩნდა, უფრო ახალი ტექნოლოგიები გაიჩნდა და ძველი კომპიუტერებს უკვე ძალიან დაბალი პროცენტი ეჭირათ რა, თუნდაც ჩემი კომპიუტერი ხარ 1 კილოჰეშ წერს, მე გამოვა აი 9 და აი 12 რო გამოვა ვაფშე ჩემ კომპიუტერმა იქ ვეღარაფერს წარმოადგენს ვიღაცა ესეთ 100 და 200 კომპიუტერს რო ჩაგირთავს ჩემი წილი აი ამ Z-ისა თუ რაღაცა ძალიან 0.000 ძალიან დაბალი იქნება და ანუ მთელი მსოფლიო ესე არის დადასტურებული რა. უბრალოდ აქ თემა არის რომ მსოფლიო სამ კატეგორიად იყოფა ამ თემაზე შეიძლება ცალკე კიდე ვიდეო გადავიღო რა. მსოფლიო იყოფა სამ კატეგორიად. ერთი კატეგორია არის ASIC მაინერები, მეორე GPU მაინერები და მესამე CPU მაინერები. ანუ მსოფლიო ლიდერობს ASIC-ები და CPU-ებით. CPU ჩემი აზრით. იმიტომ რომ Randomics-ი ჩემი წამყვანი ყველაზე წამყვანი ქსელი თუ პროტოტიპი, არ ვიცი, აი 6 მილიონით მაინინგდება და ამის მაინინგი ძალიან ძვირი ჭდება. ვიდეო კარტებით მაინინგი ძალიან იაფიჭდება, მეც ვიყიდი ხვალე RX 560-ებს და 80-ებს და ძალიან ბევრს ჩავდგა, მაგრამ დენზე ვეღარ გაქაჩავს და ანუ ASIC-ებში ვერ ვერკვევი პირდაპირ გეტყვით. შესაძლებელია CPU-თი მაინინგის თუნდაც მსოფლიო მონოპოლიის ხელში ჩაგდება რა. უბრალოდ ეს თემა არის, რომ ამერიკაში თუ 4-ჯერ ძვირი ჭდება დენი, ჩვენს ქვეყანაში 6-ჯერ ნაკლები ჭდება თუ არა. 0.006 ცენტია ჩვენთან, იქ არის 20 ცენტზე მეტი. ანუ 3-ჯერ ნაკლები ჭდება რა. და ეხლა უცებ ჩემ წინა რაღაცა coin-ის პროექტს წარმოგიდგენთ რა. აი ეს coin-ი მე კაროჩი ბიჭებო და გოგონებო არის გამოსული სადღაც 3 თვის არ არის. მე ვიყიდე ეს coin-ი მასხარაობით იმენა, $25-ისა ვიყიდე, 0.5000 მომივიდა და ეხლა არის სადღაც $50,000-ზე მეტის, მაგრამ აქ აქვს სტეიკინგი. მე ეს მაყუთი გადავიტანე სტეიკინგზე. დღეში ერთი თვის წინ ემატებოდა 1%-ზე მეტი, მაგრამ მაყუთი რაც უფრო დიდი შემოდის, უფრო მეტი კამანდა ინტერესდება ამ თემით და ამის პროცენტით იწევს, ანუ ანალოგიურად იმ კამანდაზე ნაწილდება ვის უფრო მეტი აქვს შეტანილი რა. და მე გამიხდა უკვე, რავი, 5000 მქონდა შეტანილი, ეს ცოტა ისეთი ვიდეოა ეხა რა. ანუ ძირითადი სათქმელი რაც მქონდა გიჩვენეთ და განახეთ. ეხლა განახებთ ამ თემას. ეს უკვე ავიდა ციფრული დებადი მარაგი მსოფლიო მასშტაბით არის უკვე ამდენი, მაგრამ თითოეულ ბლოკზე
15 წამში ერთხელ უშვებს ბლოკს ახალს და ეს რაოდენობა ნაწილდება მაინერებზე. დანარჩენი უკვე აგიხსენით ყველაფერი. ამის ხოლოდ ამ ბლოკის ნახევარი მიდის აქ სტეიკინგზე, ვინც ქართულად როგორ ქვია მაგ სიტყვას ანაბარში შეიტანა თანხა, მაგრამ ანაბარი აქვს ამას, ოქთვიანი თანხა შეიტანა, ორი თვე ხელს ვეღარ მოკიდებდა, ეს რაღაც პროცენტი ემატება წევან რაც გიჩვენეთ. 0.8% თუ რაღაც. ხო, აი საიტმა გაჭირდა ეს ჩვეულებრივი თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შედიან ხოლმე ერთდროულად და ან ცუდახანი ჭედავს ხოლმე, მაგრამ ამ თანხას გავიტან და ლაივში გადავიღებ ამ ვიდეოს. თქვენს ძალიან მაინტერესებს რამდენს გავიტან რა. კიდე მე ლიმიტი მეხსნება ზუსტად ერთ თვეში და თქვენთან ერთად გადავიღებ ამ ვიდეოს. ხო, მეტი არაფერი რა. ხო, ეს ჩვეულებრივი თემაა, მგონი იმედია, თვის ბოლოს ესეთ თემა არ მოხდება. VIP თუ ჩალეშებ, ან რაღაცას ვიჩალეშებ. კარგი დროებით, რავი, თუ რაიმე დაგაინტერესებათ ვაფშე ამ ვიდეოში, კომენტარებში დამიწერეთ, Discord-ის ლინკიც მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი გაუგე, მოიცადე მაქვს ჩემი Discord-ი. ლინკი ჩავაგდე, მაგრამ აქ არავინ შემოსულა და ვერ ვაიასნებ ვაფშე მუშაობს თუ არ მუშაობს და რაღაც. და იმ თემაში თუ დამეხმარებით, როგორ ქნა ეს Discord-ის ლინკი, როგორ გავაკეთო, ვაფშე მადლობელი დარჩენებით. ხო, ეს არის ჩემი Discord-ის ლინკი. თუ რამე დაგაინტერესდებათ, მომწერეთ პირადში ან აიქ მომწერეთ და გაგაიასნებ. აი, დროებით და რავი, იმედია რაიმე წარმატებას მივაღწევ ამ coin-ში. აბა ვნახოთ ერთიც გასulis წინ რა ხდება აქ. აჰა, აი $8 დავდე და $4 უკვე შეისყიდეს. ეს კაი არის. ნახე რამ ხელა კურსი პროსტა გადაოფ, ეხა მეტი მაყუთი მქონდეს, რომ იმას ავაწეინედი მილიონამდე, როგორც ილონ მასკმა Dogecoin-ი ააწეინა რაღაც 1 ცენტი ღირდა და ააწეინა 5 მილიარდი, არა 5 მილიარდის იყიდაო და ააწეინა რავი 1 ლარი ღირდა ბოლოს 6 ცენტი, 1 ცენტიანი გუსოა. 1 ლარი ღირდა რა მილიარდობით გაიყიდა ეგ coin-ი და რა მთელი ამბები იყო რა. ხო, კაი, არ შეგაწყენთ, კაი დროებით ეს მაყუთიც ახლა დაირიცხა. აქ ტუფხას ვერაფერს ანახავთ. რაც თქვენთვის გავიმეტო, იმას ჩემთვის დავიტოვებ. და რავი, წარმატებები რა ყველას თუ რაიმე თქვენ ტვინში შევიდა, ძალიან გამიხარდება და მეც მაგიტო ვიღებ ვიდეოებს, თორე ეს თემები მაგარი ფიხებზე მკიდია, არ ვაფშე არაფერი არ მკიდია, მაგრამ ნახოთ ბოლოს ვინ გაიგებებს და ვინ გაიცნობს. აჰა, ეს დამერიცხა, ჯერ არ დამრიცხე, მაგრამ დაირიცხება საწავა. კაი, დროებით და რავი, აბა წარმატებები ყველას. თუ რაიმე დაგაინტერესდებათ ამ სფეროში და ამ საკითხში, განათლებთ ყველანაირად რა. ხო, აი 97,000, 100,000 გადამორიცხე, 5,000 საკომისიო ჩამოვაჭრა და დანარჩენი დაირიცხა ანგარიში. აქედან მე შემელება გადარიცხვა და ყველაფერი რა. აქ კონვერტაცია შემიძლია ვაფშე, მაგრამ მეზარება ხა. ეს არის ლორ პლატფორმაზე დამატებული. აი exchange market. ერთი არის ეს, ეხლა სადაც ვიყავი და მეორეა ეს, ჩემი პლატფორმა აქ არის რაღაც exchange დამატებული. ძლიერი პლატფორმაა, მაგრამ არა პოპულარიზებული, არც ეს პლატფორმა არ არის პოპულარიზებული. მაგრამ თქვენთან ერთად დაველოდები, მოვლენების განვითარებას, ეს შესყიდვები მაქვს ამ კურსებზე დატოვებული. ვისაც მომდება ამ რაოდენობისა შევისყიდი პირველი მე. და მე მივხვება და მივხვდება. მაგრამ სამომავლოდ ნახოთ, მოვიფიქროთ რაღაც და ეგება რა. კაი, რავი, დროებით ეხლა მე თავს მოდი აღარ შეგა, მეტი ვეღარაფრით ვეღარ შეგაწყენ თავს და დაგემშვიდობებით.